სოციოკულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერა. თეატრის შენობის რეაბილიტაცია გასული წლის ნოემბერში დაიწყო და 2 მაისს ქუთაის ქალაქობის დღესასწაულზე დასრულდება. რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპისთვის, რომელიც დასასრულს უახლოვდება, ადგილობრივ ბიუჯეტიდან 320,000 ლარი დაიხარჯა. ის შუქურთმებიანი ფასადის აღდგენას და საძირკვლის გამაგრებით სამუშაოებს მოხმარდება. თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება სცენა, ასევე დამონტაჟდება თანამედროვე განათება გახმოვანების უახლესი სისტემები. თეატრის დათვალიერების შემდეგ ნიკოლოზ რუბლო ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკას ესტუმრა და მას და მის 12 ფილიალს 3 კომპიუტერი და 800 ციკლი გადასცა. მოწმეები ვართ აი მეორე დაბადების მესხიშვილის სახელობის, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის ქუთაისში, სადაც სულ მალე მაისში არის დაგეგმილი მისი გახსნა ქუთაისობაზე, შედგება პრემიერა და შემდეგ ეს თეატრი გახდება ერთ-ერთი თეატრალური ცხოვრების ერთ-ერთი ბურჯი საქართველოში. 2 მაისს ქუთაისობის დღესასწაულზე გაიხსნება ეს თეატრი. აქ იქნება რა თქმა უნდა პრემიერა, 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს სამუშაოები, ასე რომ ყველა პრობლემა მოხსნილია. აქ იქნება გამოცვლილი სცენა, სკამები, თავისთავად თავიდან ბოლომდე რეაბილიტირებული იქნება დარბაზი, როგორც ფოიეები.